მოგესალმებით, ეს არის Raymond Roots-ის მეოთხე ფინალების ბოლო ბეთლი. ჩვენ ვართ ჩვენ სპონსორთან სახელოსნო ბარში და ერთი კარგი ოვაციები ამისთვის. მთელი სეზონის განმავლობაში სახელოსნო ბარი იქნება ჩვენი სპონსორი. ასევე მთელი სეზონის განმავლობაში და საერთოდ ყველა ბეთლებზე ჩვენი მხარდამჭერი კომპანია Control Room-ი და ერთი ამავავსაც ეგრევე. პირველი რაუნდი პელე. დავაი. დავაი პელე. ყველა და ჩაიცმევდი მაგას. ალბათ გააკეთე ნაშებისთვის. და ეგ მაიყიდე მაღაზიაში სპორტული ინვენტარი ბავშვებისთვის. და მე ერთი თვე მაღაზიაზე punchline-ის დაწერას ჩალიჩობდი. რაც გაკავშირებს მარადონასთან რომ დაბალი ხარ და დღეს ლაინებში ჩაიხჩობი. Dang boy! Yo! Okay. თავიდან ვიტყვი ერთ რაღაცას და არ დაავიწყდეს არავის. რომ ისტორიული ფაქტის გახსენება ეს punchline-ი არ არის. რეპი არის პოეზია, მაგრამ არ არის ლექსი. შენ კიყვები გაკვეთილს, ხუთოსანი ბავშვის ფლექსი, ცხვის გარეპლს ეძახის თენდაბს. კავეენია გარითმული და შენ თვითონ კითხულობ ლექსად. დოკუმენტში რაც გაქვს ჩანიშნული და ოდესმე რაც გაქვს წაკითხული, ერთიანად მოგაწვა ტვინში როგორც ერექცია და შენი ნაწერებიც დაფასთა და რა იყო ჩვენი რეაქცია? ჩათვალე აგიდგა და გამოგიძახეთ დაფასთან. მიდი მოყევი შენი გაკვეთილი, არ დაგვტოვოს ასო წარკვეთილი, ყველა საგვიხსენი რეპის არსი, მაგრამ შენ ხარ როგორც ვეგანი ფემინისტი, ყველაზე კიდია შენი აზრი. ვუყურებ შესარჩევის ვიდეოს, ვიღაც განათლებული ანუსი, ტანზე დენი დევიტო, მაგრამ სახეზე კრატოსი. უნდა მოიგოს სეზონი, ასე გაგვიკეთა ანონსი. მე კი ვეცდებით აგიხსნათ მისი მონაყოლის პათოსი. თურმე ჯიუნა არის ყველაზე სუსტი სეზონის ჩემპიონი და მაგის გამო ხალხი გადაიყვარებს, მაგრამ შენ მაგ სეზონში საერთოდ არ აგიყვანეს. იმის წინაც არ აგიყვანეს. დაჟიარს flow სეზონში, ეგ ზღაპრები მოყევი შენებთან ეჟოში, მოუყევი შენაირებს, რადგან შენ და შენაირები ხართ მიზეზი, რომ ბეთლი გონია ჩაირები. შენ გინდა რომ შეგვახედო შიდა სამზარეულოში, შენ ხო სიმართლის და ტყუილის გამყოფი ხარ, მაგრამ როგორ შემახედებ იქ, სადაც შენ თვითონ არასდროს არ ყოფილ ხარ. სანამ ახსენებ სამზარეულოს ისწავლე ბიფის ღუმელში შედება. შენ ხარ Uncle Roger-ი, აჯვამ Jamie Olivers და შენ თვითონ არის ის საჭმლის კეთება. ჩვენ ვართ გაყიდულები, შენ გაქვს მაღალი იდეალები, რადგან რეპერი არ არის რეპერი, თუ მას არ ქონდა ვალები, შენ აწვევი ფიროსმანობას და რა ვარდებიც დათესე ყველას იმ კი დღეს. თუ ასე გინდა იყო ფიროსმანი, დღეს მოკვდები ამ კიბის ქვეშ. Yo. გავიგერო თამაშობ რასად როდის. მაგ თამაშზეც რაღაცა ვიცი. და ტრიალდა ბედისბორ ბალი და ჩათვალე მოვიდა სექტორი ბლიცი. შენ წინააღმდეგ თამაშობს გელა რაზმაძე თბილისიდან. კითხვები ბევრი უნდა გამოგზავნო, მაგრამ პირველი, ჩარეცხილი ვის დაუძახე შენ ნაბოზარო. ალბათ ვინმეს არ დავარტყი ხელი და შენ ამაზე ბაზრობდი მთელი წელი. შენ ხო რიკაშეტი ხარ, არავის ათქმევინებ ზედმეც, როცა ხედავ ქათამს, ურტყავ ფეხს ამ პრედმეტს. ჩემ ადგილას სხვანაირად მოიქცეოდი, შენ გაქვს ბრუტალური მეთოდები, ამიტომ კილა არა ყლე და რას გააკეთებ მოუთმელად ველოდები. ჯერ ვიჩხუბეთ მერე დავძმაკაცით, ეს ხო შენამდე არ დადის. ამდენს არ გააბედინებ არავის და რა არის ჩხუბის მერე ძმაკაცი ამას ვერ ხვდები, რადგან შენ არ გყავს არც ძმები, არც მეგობრები, არც მტრები, მაქსიმუმ თანამშრომლები და მოკავშირეები, მაგრამ გაგვიხდი ყბედი არ დაკეტე ყბები აქ ამბებს გვიყვები, მაშინ მე გეკითხები. ოდესმე თუ გიჩხუბია 50-50-ზე, სადაც გადარჩენის შანსია 50-50-ზე. დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში არ გიჩხუბია, მაგრამ ჩვენზე დაწერე შუტკები, როცა ჩხუბობდნენ შენი კლასელები, შენ გეწირა ჩანთები და კურტკები. კლასელებთან ერთად დალეულიც არ გექნება. ეს პატარა სიმართლეც მინდა რომ ჩავრთო. არ თამაშობდით რასად როდის, მაგრამ დაკტოვეს მაგიდასთან მარტო.
შენი პათეტიკური ცხოვრება ჩაეტია 3 წუთში, შენი ნათქვამი შედის და გადის ცალყურში, არაფერს არ ვიტყვი იმაზე თუ რა დევს შავ ყუთში. ჩვენ შორის ჩარეცხილს შევეცი, რა გინდა ინტელექტ კლუბში, შენ უნდა წერო კომენტარები ინტერნეტ ჯგუფში, ჩემს ლაინებს იჩხერენ კუნჩი, მე მჯერა რეინკარნაციის და როცა მოვკვდები, უნდა გადავიქცი აქლემად, რომ ისე ჩაგაფურთხო სულში. Yo. შენ თქვი, მე ვარ კილა, დაჟე ჩემი სახელია მკვლელი. Wow, ეს არის ნამდვილი ჰიპ-ჰოპი, მაგრამ შემიძლია დავიფიცო მამის სული, ველოდებოდი მაყლეობას როდის იტყოდი, რადგან შენაირ ლირიკოსებს, ვინც თავს გენიოსად თვლის, ისე მარტივად ვკითხულობ, როგორც გადაშლილ წიგნს, შენ გაქეზებდნენ კომენტარებში, მიდი დავით, ეგონათ რომ კარგ საქმეს გაგიკეთებდნენ ამით, მაგრამ ვისახსოვს ჯეოსტარის პრიკოლები. YouTube-ზე შეგიძლია მოძებნო, იმათაც ეგრე ატყუებდნენ მეგობრები, რომ სიმღერა შეეძლოთ. ერთმა დაწერა, რომ შენ გამოიწყებს აკაპელას ყურებას. მეორემ დაწერა, რომ შენ ხარ მომავალი ჩემპიონი, მაგრამ ისევ მათი დასამარხი გახდება შენი არ შემდგარი კარიერის ემბრიონი, რადგან მათი კომენტარები ამ კრეხელობა ღმერთის წინაშე, მათ აზრის გამოთქმის უფლება არ უნდა ქონდეთ არც თავის ბინაში, რადგან შენთვის ესეთი კომპლიმენტი არის შეურაცხყოფა პირადი, მათთვის ვისაც ამ ჟანრისთვის გაუკეთებია თუნდაც მცირედი, მაგრამ თქვენ უბრალოდ მეგობარს ამხნევებდით, მაგაზრამდე მე თვითონაც მივედი, მაგრამ თქვენ მეგობარს მიეცით ტყუილი იმედი. ამიტომ შენც აყევი მაგათ ფარისეულობას, მე უბრალოდ გამოვთქვი სიბრალულს, მათი საცოდავი კომენტარების გარდა რომ ვერ ნახავ ემპათიას და სიყვარულს, აქ ყველაფერი ობიექტური არ ვარ, თქვენაირი სნობები და სანამ ტვინს შეჭამენ ზომბები, კეთილი იყოს შენი მობრძანება ბეთლში, სადაც ფეხებზე კიდია თქვენი გრძნობები. და ვიცი რომ შენც არ მოსულხარ ჯიბეში კამფეტებით. ეცდები რომ ითამაშო სისხლიანი მასტი, სანამ ამ სფეროში მქვია მასწავლებელი მარტო მე დავწერ წითელი პასტით. და შენც მოგცემ პრივილეგიას, მოგიტან საჩუქარს, სანამ გამოგვითქვამს შემდეგი აზრები, მიიღე ჩემგან წითელი მარკერი და ყლეზე გადამახაზე შენი წითელი ხაზები. არა, აქ უნდა გამეძრო წითელი მარკერი, მაგრამ ჩემი თავი უხერხულობაში ჩავითრიე, დაბოლილი ვიყავი და დამავიწყდა ფულს მოგცემ და შენ თვითონ დაითრიე. Всё, რა უნდა. Yo, მეგობრებო, არ ვიცი. ანუ მოდი პირველი რაუნდი კილა. ჩემი ოპონენტია პელე. ამიტომ ჩავიცვი არგენტინის ფორმა და ჩავრთე მარადონას მოუდი. რადგან როცა საქმე ლაინებს ეხება, ყველა მიცის ვინ არის აქ გოუთი. ამ სფეროში ჩემზე ბევრმა არ იცის, ამიტომ ვეცდები ჩემზე თემა ოდნავ გავშალო. ეხლა რადგან დღეს აქ ლეგენდების მატჩი გვაქვს, ვეცდები ჩემი სკილსეტი FIFA-ს ქარდებად ჩავშალო. 100-დან 100 ფიზიკა, 96 დრიბლინგი, 99 ფეისი. საფეხბურთო სიგიჟეში ჩვეულებრივი ეჭმიტანილი როგორც კევინ სპეისი და ეს კონკრეტული кейსი მოითხოვს აგიხსნა, რომ არ ღირს ჩემთან რეისი. თუ გინდა მოახერხო და ამ ბეთლის მერე ხალხს კიდე უმღერო, რადგან მე დღეს აქ მოვედი როგორც მშიერი მგელი, ხო და აბა დამაცადე შეკურდღელო. მოვდივარ ღმერთის ხელით. თან მომყვება ისეთი აურა, ფოლკლენდის კუნძულებს ვართმევ ყველა მხდალს. შენ მე არ მიცნობ, ამიტომ ეცდები ტრუხათემები ჩემკენ მოწიო, მაგრამ მოწევა კლავს. ხომ იცი, დაბალი არგენტინელები ყოველთვის ატყობენ ისტორიას კვალს. თუ მომინდება, ხელით გაგიტან კარში და მსაჯები ამაზე დახუჭავენ თვალს. იმედი მაქვს დღეისთვის კარგად იშრომე და მოხვედი ისე ვისპელე ხალხისგან ქებული. რადგან ბოლო ბეთლი მარტო იმიტომ მოიგო, რომ ოპონენტს ტექსტი ჰქონდა დავიწყებული. ახლა let me cook დაიმახსოვრე ერთი იტალიური სიტყვა და ერთით შორისდებული და დამიძახე al dente, რადგან ყოველთვის თესლად ვარ მომზადებული. ჩემმა ნაცნობებმა რო გაიგეს, რომ პელეს ხვდები, მითხრეს, რომ რთული ოპონენტი შემხვდა. ვერ გაუკაჩავ მის skills და ვერ დავაგდებ მის ფანდომებს. მაგრამ მე 10 წამი ჩაფიქრდნენ და მიხვდნენ. პელეს ცხოვრება არის როგორც ყავა დილით, ეგრევე ჯმას განდომებს. ჩართავს TikTok live-ს. აკეთებს ისეთ რაღაცებს, რასაც არ იკადრებდა დაჟე განდონა ბავშვი. ამის გარებმა რა საჭიროა, როცა პროსტა ხმას იღებს, მაშინაც ტყვია პირველი რაც მომდის თავში. ხანდახან გისმენ და მართლა ვერ ხვდები რა გჭირს.
ვცდილობ გაყვე თამაში, არ დავხვდე შენს ქაღალდს ქვასავით, მაგრამ ლოგიკა არ ჭრის. არა და პელე ამდენიც არ ღირს. არ ამგონია ამ აბსურდში ვინმესგან იღებდე კარგ დილს. შეიძლება მე ვარ გამოუსწრებელი ოპტიმისტი და შენში ვეძებ წარსულის აჩრდილს. რადგან წარსულში შენ იყავი კაი ჩიტი, რომლითაც ფოკუსის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ საჭირო დროს საერთოდ გაქრი და ყველა გიყურებდა უნდობლად. ახლა ალბათ შეიცვალე, ბეთლზეც შენი ფეხით მოხვედი, თორემ ყველა მითის რომ აქ უნდა იდგეს დღეს სტიჩი, მაგრამ ალბათ დამოძგე რომ თუ სცენაზე ჩემ წინ გაჩნდებოდი, ეგ იქნებოდა შენთვის პრესტიჟი. ეს ბეთლი კი არა, დიუნკერკში როა ისომია. დასაწყისშივე მოგპარავს სიზმრებს, სამუდამოდ დაგმართებ ინსომნიას. მე ვიქნები შენი ღამის ბნელი რაინდი, შენი კოშმარების მასტერმაინდი. გაგაგიჟებს, ხალხი იტყვის, პელე ვერ არის, 3 საათი გაგწელავ როგორც ინტერსტელარი. მინდა გახსოვდეს შენს კოცონთან ცეცხლი მემენტო, მოკლავ და ტატუს დავიხატავ როგორც მემენტო. ისე ჩაქხლართავ დროში აგრევ თითქოს ხარ ტენეთ, ხო და შენ გასაგონად ვამბობ, ცუციკებს ვტენე. შენ შეიძლება არ იცი, მაგრამ მე ვარ შენი გოუსტრაითერი. იმიტომ რომ დაახლოებით Facts. იმიტომ რომ დაახლოებით 10 წელი ვიყავი სარეკლამო კოპირაითერი. და ის სეტაპი ხო გახსოვს? მე შევიძინე მაღაზიათა ქსელი, ეს იყო ჩემთვის იოლი. აღმოჩნდი შენზე სმარტი და შენი ნუგეში უნდა შევჭამო როგორც ფუდ მარტი. ვერ მოზომე პოპულისტობა, ვერ იყავი სწორი და დინჯი, მესრული მონოპოლიისთვის მჭირდება ორი ნაბიჯი. ხო და კარგად მომისმინე ბიჭი. რაღაცების მოფიქრება ყოველთვის იყო ჩემი ნიჭი. ამიტომ ამიყვანეს სარეკლამოში და მაგსახელების უმრავლესობა ჩემი მოფიქრებულია და თან ერთ საღამოში. მერე სანამ ჩემს უფროს შეხვედრაზე ვახდი, შენ ეს სიტყვები გარითმე და ჩემპიონი გახდი. ბაზარი არა, თესლობა, მაგრამ თან იცი როგორ არის? მიწევს გავაუფასურო შენი შრომა როგორც ჯიბეში ბოლო ლარი. შენ მაშინ ხალხი გააოცე, მაგრამ ახლა გული მეუბნება დრო რო არის. ყველამ გაიგოს რომ შენი დღევანდელი პრაიმი არის ჩემი გუშინდელი ჰონორარი. შეიძლება დღეს ჩემზე კარგი დელივერი გაქვს. რაღაცების გარითმაც ჩემზე უფრო დიდხანს შენი იყო ვნება. მაგრამ გახსოვდეს, რამდენად დიდია რაიმე, ეგ რუციდან იზომება. ამიტომ ვიხსენებ წარსულს. მინდა გაჩვენო რომ სუფთა ვარ, რაც არ უნდა ეძებო ჩემში დეფექტი. შენ ეცდები დებილი ფანჩებით ჩემი დაღვრილი ოფლი გადაფარო, მაგრამ შენ ცდელობას არ აქვს ეფექტი. მე აქ მოვედი იმისთვის, რომ თვალწინ მოგპარო შოუ. 3 რაუნდი დაგაჯვა, შენ მერე wash and go. თან მაგრად არ გაგიმართლა. ვერავის დააბრმავებ შენი წყალი ფანჩებით. სულ რო ჯერ თვალში ნაცარი შეაყარო და მერე მიანათო ფანარი. იმიტომ რომ დღეს წინ გიდგა სკილა და მე ძალიან კარგად ვიცი, ჟიური რო ტექნიკას აფასებს, ეგ ჩემი ტელეფონი არ არის. ოკეი? ამიტომ ამ ბეთლის მერე უნდა ელოდოთ ემსებში მატებას. რადგან საკუთარი თვალით ხედავთ ახალი ვარსკვლავის დაბადებას. დამიძახეთ მაგნუს კარლსენი არავინ ელოდა ამ ორსულას. ჯერ ჩემი კომფორტის 64-დან და მერე ამ ბეთლზე გამოსვლას. მეუბნებოდნენ შერცხვები, მაქით ნუ მიგიწევს გული, მაგრამ რა სირცხვილი თუ ძმა ხარ, ლეღვი მყავს აფარებული. თან სულ არ არის რთული, უარყო მეორე რჯული, ჯერ სიტყვა მოარჯულო, გადმოიბირო მსაჯული და მე 30 წლამდე ვისრულებ იმას რაც თქვი, მოვედი ძველი სურვილით და სულ ახალი აღთქმით, წინ მიდგას შავი იესო, გირჩევ მაგ მყრეხელობით თავს არაფერი დამართო, რადგან ქრისტემ თქვა ტალანტი ამრავლე, მაგრამ მე აქ მოვედი რომ დაგმარხო. ბრო. ახლა მივმართავ მას ვინც სეზონის დაწყების შესახებ გაიგო და გაინაბა როგორც ნიბლია. ბრო. Wordplay-ის გამო ლოტი და ლოთი ამერიოს კი არა. აი ასე რეფერენსდება ბიბლია, ესე რომ იცოდე. პელეს უყვარს სუპერმენის მანტიის მორგება. თითქოს თვითონ არის გმირი ავსებს დარბაზებს და ამით ცდილობს ხაზი გაუსვას ოპონენტის სისაწყლეს. მაგრამ მე აქ მოვედი იმისთვის, რომ თვალი აგიხილოთ და გაჩვენოთ, რომ რასაც პელე ლაპარაკობს, ძირითადად საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომ ამ fake Clark Kent-ს, რო კითხო რეპერს, მაგრამ სულით მენტს, გადაუჭრი იმედის უკანასკნელ ლენს და ჩავატარებ პატარა ექსპერიმენტს. ამისთვის არ დამჭირდება ბევრი ლაპარაკი, ამისთვის დამჭირდება მხოლოდ კრაუდი. ხალხო, ვინც ჩემს საგულშემატკივროდ ხართ აქ მოსული, პელეს გასაგონად ჩექმენით ხმაური? ამ ექსპერიმენტის შედეგს ალბათ შენ თვითონაც კარგად შენიშნავ.
ხო და პელე, თუ გეგონა რომ ხალხი აქ სულ შენ გამო იყო მოსული, ბებია შენისამ. რაუნდ. მოკლედ მეორე რაუნდი პელე. მოვიდა მორიგი რეპერი ბეთლზე და არა იმიტომ რომ გვაჩვენო სკილი. მან ალეს 32-ვე კბილი რომ განახოთ მე ვარ საშინელი სამშობლოს შვილი. ზუსტად ასე ვიგებ ამ ბათლებს. მიხეილ სააკაშვილი ვჭამ ბავშვებს. პირადად მე დავკარგი აფხაზეთი. კლავ კატებს. ვიდეოთი დაბადების დღეს არ ვლოცავ ფანებს. ისე ვაზიარებ პოსტს, რომ არ ვალაიქებ. დაბოლილზე ძმაკაცის შვილებს უჭამ კამფეტებს. მაგრამ გვერდზე რო გადავდოთ ხუმრობა, ამას ხანდახან მართლა ვაკეთებ. მაგრამ მე თქვენგან განსხვავებით სულ ყველაზე მკიდია რა სიტყვის ხალხი. ვიძახი იმას, რაც გამისწორდება და ვაკეთებ იმას, რაც გამისწორდება და შეგეცით ტრაქში. ვინც პირველი იმაზე ფიქრობს თუ რას დაუწერენ მას კომენტარში. ეგეთებს საერთოდ რისი იმედი გაქვს ცხოვრებაში. პირველი ბრბოს ვინც უძვრება ტრაქში. და უმრავლესობას უდგება მხარში. დღეს გაქვს იდეალური ფანჯარა, რომ რამეზე დამაჯვა, სანამ ცოტა ხანი ისევე ზიზღები ხალხს და სანამ მათი თევზის მახსოვრობა გამოიჩენს თავს, იქ სადაც თენგის კიტოვანი თავისი სიკვდილით მოკვდა, სანამ ჯაბა მშვიდად პანთეონში განისვენებს, მალე მეც დაგავიწყდები და აზე რომ მოხვალთ, მერე გამიხსენებ ტირანად და დიქტატორად, იქ სადაც ვიღაცა კამანდას მოძღვრავს და უძახებ ტოკაფეს, მოვა და მოტყნავს ყველაფერს, რაც მოძრაობს. Yo. შენ დაირქვი კილერი, მაგრამ ხარ უბრალო სეზონის ფილერი, როცა დაგენახე მეგონე რომეო მილერი და ჩემში გავაღვიძე MJ, ამ ბავშვების ტრაქზე რომ მოვაწყო თრილერი. მე ვფიქრობ ცვეთში, რომ თითქოს რეპში დღეს ყველა მიცნობს ბევრში, მაგრამ მე, რაც არ უნდა იყოს ტრენდში ამ ჰიპ-ჰოპ ბეთლში, რამეს თუ იტყვი ზედმეც მე ვითხოვ ტემპში, დავიწყო და ბურთისწორად იდოს ცენტრში, ეს იქნება ზიდანი მატერაცი, რაც მექნება თავში იმას იგრძნობ მკერდში. შეცხე. აი. ყველაზე მკიდია მე განათება და კონტრასტი, ვისაც ბაზარი გვინდა ვიბაზროთ, ზანგებს და კაი ბიჭებს გაგვისწორდება დალში ბოზებმა იდარდონ ზვა. კაი, სად ვიყავი? ესე ხდება კილერი. Top MC ჩუმია სასინი როგორც Tom Clancy გამაკ თავით როგორც One Persis შენ გარბი ხარ ბოზივით როგორც Tom Hanks-ი ტრეკზე მივდივარ შეფერხების გარეშე თითქოს ბასლაინია შენ გაქვს სეტაპი და პანჩლაინი ჩემი სეტაპიც პანჩლაინია მე არ ვცდილობ ვიყო ჟურნალისტი ან კომენტატორი არ შევეტენები იქ სადაც არ ვიცი და შენ რატომ მოგინდა ბეთლ რეპერობა მაგას თუ ამიხსნი დადამაჯერებ რო არ იყო უბრალო კაპრიზი მეც დავიჯერებ რო დედამიწა ბრტყელია და რასაც იძახი ყველაფერი ისეა, მაგრამ იქ სადაც შენ ხარ მართლა რეპერი, ვინ გამორიცხავს რომ ლეისონაც მართლა ქრისტეა. კაი. ეხლა რასაც ვიტყვი, არ ვამბობ რომ რაღაცა ახალია. მაგრამ ივენთის პოსტერზე ეს ტიპი ჩემზე მაღალია. Magic. ეს ტიპი ივენთის პოსტერზე ჩემზე მაღალია. 20-25-ის ინტერნეტი, არ უნდა დაუჯეროთ თვალებს, მაგრამ შეგიძლია დაუჯეროთ კილას ნათქვამბარებს, მაშინ დაუჯერე ლიბერალებს. აღარ მოგიწევს რომ აიტანო მეტი და მცირება, როცა შეგიძლია შენი თავის მაღალ ადამიანად იდენტიფიცირება. მაგრამ ზღნერისგან არ კეთდება ტყვია. ზღნერისგან არ კეთდება ტყვია. გირჩევნიათ ისევ რომ მიაწვეთ ჭამას, ცოტა ხნით მოგიკლოვთ შიმშილის გრძნობას და დაჟე ზამთრისთვის შეინახავთ მარაკს, წააგებ მოიგებ რას იზავ ამას მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, მოიგებ მაშინ თუ შეაღწევ ვიღაცის თავში და მხრებით გამოზიდავ ნაგავს, არ დავიწყებ ტრაბახს აქ მე და შენ რა გვაქვს ნაკეთები ჟანრისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს მე უაზრო კამაც შევავსებ თაბახს, მოუწევ ბალახს, გავუსწორებ სასტავს და ნამდვილი სურათის დახატვას მივანდო პირით აპარატს, ამ პირის ლაპარაკს არ ვაბრალებ არახს მე უბრალოდ ვაგზავნი ბარათს, რომ სანამ ეს რეპი ევასება ქალაქს იქამდე დაენძრა
უყველა შენაირს, იქამდე უნდა მეძახოდეთ მამას, სანამ ათასობით ბავშვი მოვაშორეთ შპანას და სნიკერსის მაგივრად კამანდა ბიტებში პარავს და სანამ შემდეგი სეზონის მოსავალს რეპერი ბარავს, იქამდე სინათლე სიბნელეს ფარავს და ვერავინ ვერაფერს ვეღარ დამალავს. დაბრუნდა მთვრალი ოსტატი, ჯეკი ჩანი, ეს სამყარო ზღაპრულია, როგორც შრეკი 3. მომეცი ერთი წამი, რომ აგიხსნა რაზე გამახსენდა შრეკი, ამაზე დავწერე 1000-მდე ტრეკი და თქვენგან სხვაობით მივიღე ჩეკი, მაგრამ როცა მოусმინე ხალხს, მომივიდა ბოროტიენები და გამახსენდა შრეკი, რომ ადამიანები გვანან ხალხს და მათ აქვთ ფენები. ეს ბანძი რეპერები იტყნავენ თავტრაქს, რომ როგორმე თავი მოაწონონ ამ ხალხს, სანამ თქვენ კარიერას მარკეტინგულად გეგმავთ და პატიოსნებაზე იჭრით ვენებს, მე გამოვდივარ მარტო იმიტომ, რომ გავუსწორო ჩემებს. არ აქვს მნიშვნელობა თვეებს და დღეებს, როცა ამ კლასიკას ხალხი იხსენებს, აქ მე შევისვენებ და გეტყვი. ჩემი იდეის დონეზე ვერ მოხვალ, იდეის დონეზეც კი და მანდაც ფინალში დაგხვდები. ვნახეთ რამხელა ხარ, ახლა ვნახოთ რამხელაზე ახტები, ვნახოთ რამხელა გახტები. ტრაქში გაიკეთე საკელო ბაფთები და სამეფო ტახტები, აქ მე ვლაპარაკობ ფაქტებს და ჩემზე ლაპარაკობენ ფაქტები. იო. შაურა. მეორე რაუნდი კილა. პელე და დოკი. პელე და დოკი თვლიან, რომ ისინი ქმნიან ამ პროექტში ამინს. მაგრამ როგორც ცუდი სინოპტიკოსები, მათი პროგნოზი აქ ვერავის ვერ ადგება. თქვენ ხართ მაქსიმუმ შავი ღრუბლები მოწმენდილ ცაზე. რო გააჯვავთ მშვენიერი დღე დადგება. ბეთლისთვის მოსამზადებლად შენი ძველი ვიდეოები ვნახე. ვაღიარებ წარდგენიდანვე აუტანელია შენი სმენა. საკუთარ თავს ეძახი ბიჭო გორილას. შენ ხარ ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ ევოლუციამ ცოტა ხნით შეისვენა. წინა ბეთლში ტექნიკით იმარიაჟე. მაგრამ არ გაგივა ეგ შენ დღეს, რადგან შენი ტექნიკა არის როგორც დაისონის ფენი. კი არსებობს, მაგრამ ამჩემს ყლეს. შენი შემოქმედებიდან არაფერი ისერჩება. ალბათ ამიტომ ვერ იპყრობ ახალი მსმენელის გულს. ლაივების გამართვასაც აზრი არ აქვს, რადგან დაინტერესება უტოლდება ნულს. თან მართალიც არის, თუ არ ვიცი ტიპი რას მღერის, მერე ვინ დამიბრუნებს მე დროს და კარგულს. შენი ლაივის ბილეთი არის როგორც საპენსიო ბონდი. ხუივოზნაით რაში ვიხდი ფულს. სანამ ამ ბეთლისთვის ვემზადებოდი, შევკარი ჩემი ყველა ლექსიკონად. მერე შევავსე სიტყვების მარაგი, მეთქი დავაკაბადონებ ლექსიკონად. განუმარტავ მნიშვნელოვან სიტყვებს, ტერმინები ამბანის მიხედვით იდგებოდა. მერე ამ ყველაფრის გაკეთება დამეზარა, მაგრამ ერთს გეტყვით. არარსებული რეპერული კარიერის გამო ყველა ჰაიპს აყოლა და თავის შერცხვენა რო ერთი სიტყვა იყოს, პელე იქნებოდა. რადგან სიტყვებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ბოდიში არ არის შენთვის ყველაზე რთული სიტყვა. არადა მაგას ამბობდნენ ელტონ ჯონი და ბლუ. შენ კიდე ყველას ტრაქში ეწებები, ამიტომ გეძახი გორილა გლუს. იასნა. პოდკასტებში დაჯმა, ყლეობების გაპრავება, ასოს წელვა, ეს შენი ცხოვრების ანამნეზია. საერთოდ არ არის აქ ჰეიზი, მაგრამ შენს ფანებს აშკარად ჭირთ ამნეზია. ყოველთვის გაქვს აზრი ისეთ რამეზე, რაზეც არ უნდა გქონდეს. სადაც შენი საქმე არ არის, ყოველთვის იქ კიდე ჩაყო ცხვირი. ამიტომ მე მოვედი აქ, რომ შავი ესო გავაქრო და ეს პროექტი გავხადო თეთრი ქრივი. ახლა ერთგულო მაყურებელო, თუ ჩემი წინა ლაინები გამაზე, ვეცდები დაწვრილებით აგიხსნათ წინა სეტაპი რატო იყო ზაზაზე. თუ პელეს ბეთლები ნანახი გაქვთ, მიხვდებოდით, რომ მისი ყველა რაუნდი ერთმანეთს გავს. მაგრამ იგი ერთ რამაში ყოველთვის მართალია. ისტორია ყოველთვის იმეორებს თავს. ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნე ჰეროდე ღვინოს ოქროს ჭიქიდან სვამს. საჯულობა გადაულოცა იმას პილატეს, ის დგას და პროსტა ხელს იბანს. ამ დროს ტიპი მიუყვება მთას, ზურგით დაატარებს მის მძიმე ჯვარს. ყველა ამბობს, ვინც გაყიდა პროჭიაო. აქეთ ხალხი გოდებს, იქეთ გოდებს კედელი. მაგრამ მასას გამოეყო გელა რაზენბერგი და იძახის სამაგიეროდ ჯიბეში უჩხრიალებს შეკელი. ახლა გადავახვიოთ საათი, ვიმოგზაუროთ დროში. გერმანელი ალბერტ რედლი პირველ მსოფლიო ომში. მეტოქე ვერაფრით ჯობია, ვერც ტაქტიკაში, ვერც გონში, მაგრამ ალბერტი ყველა გზას უჩვენებს თითქოს ბერლინი იყოს რომში. ეს ამბავი ბომბივით გასკდა, მალევე მიუვიდა არმიას. ალბერტი ყველამ გარიყა, ალბერტზე ყველამ არწყია. ამბობენ მისი ადგილი სატანასთანაა, სადაც ყველაფერს სიბნელე განაგებს. მაგრამ გამოვიდა გელა როზენკრანცი და იძახის სამაგიეროდ ფული ჯოჯოხეთს ანათებს.
რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ არაფერი იცვლება დღეს. გინდა 1917, გინდა 2025 წელს. მთელ ქვეყანას არ მოსწონს რაღაც, რაც არ შეესაბამება აღარც ერთ წესს, მაგრამ გამოდის გელარაზმაძე და გასაправებელ ვიდეოს წერს. იძახის ისეთ რამეს, რაც საერთოდ არ ასახავს დიდ სურათს. გონია რომ განსხვავებულია, გონია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. არადა თითქოს მარტივია ჩართო აზროვნება ლოგიკური. თან დაუმატო პატარა ფორმულა მარტივ არითმეტიკული. შეიძლება ანგარიშს ემატება ციფრით ან სოლიდური, მაგრამ ადამიანი ვერასდროს გახდება მეტი, როცა ემატება მხოლოდ 0. ისტორია ამასაც აიტანს და შემდეგ გვერდზე გადაშლის. პელე მე ვიდეო კი წაშალა, მაგრამ აქედან ვეღარ წაშლის. შენ გეგონა რომ ფინალამდე ივლიდი მარტივ გზაზე. რაღაც ტექნიკური სეტაპით მესამე რაუნდში ჩამიგდებდი ბაზერს. მესამე ბოდიში. გავამხნევოთ, მეგობრებო, გავამხნევოთ. უეჭველი. შენ გეგონა რომ ფინალამდე გაივლიდი მარტივ გზაზე. ტექნიკური სეტაპით მესამე რაუნდში ჩამიგდებდი ბაზერს, მაგრამ მე ვარ პირში მთქმელი, ამიტომ კარგად დაიმახსოვრე ბრაზერ. ფაქტებს ყოველთვის სახეში ვაფურთხებ შენნაირ პატრიოტ ზაზებს. დამპალო. შენ აღარ ხარ გოუთი და რასაც შენ წარმოადგენ, უკვე კარგახანია აღარ არის ანდერგრაუნდი. შენ ხარ გუშინდელი დღე და ცდილობ დღეს, რომ ხვალისთვის გაიმზადო გრაუნდი, რომ თუ კი ვინმე გადაგიხდის 20 ლარით მეც, საარჩევნოდ დაუწერო ამაზე უკეთესი რაუნდი. ჩვენ ვართ სახელოსნო ბარში, შეგახსენებთ, მესამე რაუნდი პელე. შენს რაღაც ბარებს ქონდა რეაქცია, მაგრამ ძირითადად კამანდას ეძინება. მეგონა რომ ბეცლი განვითარდა, მაგრამ ყლეობებზე ჯერ კიდევ ეცინებათ. გავიგე შენ თურმე დასაქმებული ხარ სეტანტა სპორტზე. მე თვითონ ვარ მომხმარებელი და ეს ინფორმაცია მარწყვია ტორზე. მე მახსოვს როგორ გაიფიცეთ რუსული კანონის გამო და იდექით ფრონტზე. ამიტომაც ნებას თუ მომცემ, რამდენიმე სიტყვა მაქვს მოცემულ პონზე. გაიფიცნენ ქართველი კომენტატორები ქართულად აღარ მიდიოდა მატჩი. და კომენტატორის გარეშე ფეხბურთი გამიკეთეთ ტრაქში. ნამდვილად არ ვიცი მესიჯი რა იყო, ალბათ ნუ დარჩებით სახლში. გარეთ გამოვიდეს დიდი და ბავშვი, აწიეთ დროშები, შემოცხეთ ტაში, არ გვინდა რუსეთი, ქართული მარში, ყოველთვის ვიდგებით წვიმა და ქარში და სანამ ესენი წავიდნენ ჯარში და ქართულ ტრანსლაციას გამოვიტირებდით, თქვენ შეგიძლიათ რა უყუროთ ფეხბურთს სეტანტაზე რუსული კომენტირები. Perfect. გაიფიცეთ თუ არა რუსეთს დედა მოეტყნა. სოფლიოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლში გამოცხადდა საგანგებო სიტუაცია. პუტინი დაეცა მუხლებზე ყვირო და არა. სეტანტა სპორტს, გთხოვთ, კმარა. კიდე ესე თქვა პუტინმა. თქვენს გამო მე ვარ სვიძახი ძალაუფლებაზე, მე ვარ სვიძახი საკუთარ სკამზე, მაგრამ ყველას ისე ეკიდა ყლეზე როგორც ფორმულა 1 სეტანტა 3-ზე. დღემდე ლა ლიგას მართლა რუსულად უყურებთ. და ამაზე გვაქვს პრეტენზია, მაგრამ თურმე ძალიან ძვირი ღირს ლიცენზია. აბა საიდან მაყუთი საცოდა ვაჭარა ბეც? მითხარი რამდენი მოგება ნახესმათ მარტო დღეს, ამიტომ მეც ვეცდები აგიხსნა სპორტულად ეს, რადგან და ვინახე ფეხბურთის კარი და ვწერე რამდენიმე ფეხბურთის ბარი, ეს არის სერია A და მე მიყვარს შარი. ჩემი სახელია მაურისიო, თქვენ ტრაქში გითხრიათ სარი. Yes. ცხოვრება გავს რეალ სოსიედადს. აქეთ არის განათლების პროგრამა და აქეთ სუბო. და თუ გინდა მარჯვენა ფლანგზე გადასვლა ყოველთვის გელოდება კუბო. რადგან აქ მთავარი სწორი მიდგომაა და შე რომ არ გინდა კაურუ ზუსტად მიტომაა. შეგიძლია გაიტანო 4 გოლი ან უბრალოდ ითამაშო პოკერი, მაგრამ თუ დარიგდა ბანკო, ვითამაშოთ იაპონური ჯოკერი. მე არ ვიცი ფუტბოლი თუ სოკერი, მაგრამ ბანკოთი ჩემთან რამე არ გაბედო, რადგან მე დღეს აქ რაც არ უნდა ვატარო, შენ უნდა ენდო.
რახან წამოვედით ინგლისში შევიაროთ ბირმინგემში. ფეხებზე მკიდია ასტონ ვილამე უბრალოდ მინდა მეტი ქეში. და სულ ფეხებზე მკიდია თუ ვინმეს არ მოხვდა სწორი ხელი. შენ ხარ კრინჯი ყლექალა, როგორც ქლოი კელი, მაგრამ თუ გინდა დაარქვი მას ვუნდერკინდი გოგო, ამბოზებს ვაფრინდები წიხლით, როგორც ბუნდესლიგის ლოგო. Yo. შენ თამაშობ წმინდას და პატიოსანს, ასე აბაზრებენ ბოროტიენის მიმტანები. მაშინ ვითამაშოთ West Ham-ი Southampton-ი და ვნახოთ ამ ჩაკუჩებს თუ გაუძლებენ წმინდანები. Okay. შენ არ გინდა რომ გეღადაონ სიმაღლეზე. ბაზარი არ არის. ეს თემა გიქმნის დისკომფორტს, რადგან სულით ხარ დაბალი. და ამ კომპლექსებისთვის თუ არის წამალი, არ ვიცი ამ თემაში ახალი ვარ. ერთადერთი რაც ვიცი, რომ შენზე კარგი რეპერი და შენზე მაღალი ვარ. მაგარი ლოგიკა გაქვს ძმაო, მასე ყველაფერი გამოვა. არ მინდა რომ სიმაღლეზე მეღადაონ, მოდი ბეთლებში გამოვალ. და რომ დაუბრუნდეთ სპორტს და განვიხილოთ შენი თანამდებობა, შენი რეპერობაა როგორც ვინისიუსის ფეხბურთელობა. ვინისიუსის ფეხბურთელობას შევეცი და ვინც მაგას რაულის ნომერი მიცა. შენ ხარ საწოდავი იმიტაცია, როგორც ვაგზლის პიცა. ელოდები რომ გამარჯვებული გაიღვიძებ ერთ მშვენიერ დილას, ეს მოხდება მაშინ, როცა მანჩესტერი მოიგებს პრემიერ ლიგას. შენ დოკის და სტიჩის ესროლე ტალახი, რომ ჩარეცხილ გოუთებს მოუძოვეს ბალახი, მაგრამ შენ მოცემულ მომენტში დგახარ იგივე კაცის წინ, ზუსტად იგივე პროექტში. ამიტომ მეც კითხავ ერთს. მოწოვ ყლეს, თუ იტყვი ლექს. რადგან მეც ხედავ აქ დგახარ შენს და მიკვირს ეს, რომ ჩვენაირი ტიპების წინააღმდეგ დაიწყემ სვლელობა. თუ ამ ჟურნალისტს უნდა რომ რამე გაგვიბაზროს, მოხდება შორენას ითათაშვილის მკვლელობა. გახარ ბლაჟენი სიფათით. მიკერავ როჟებს მე. ტოჟემნე. რუბენასავით უნდა გაწამო, რადგანაც ვიცი რომ ღორს დაკვლის წინ ბლომანჟი არ უნდა აჭამო. ისე ამოგიღებდი ნეკლებს თითქოს იყო მერლინ მენსონი, მაგრამ არ მინდა რომ ეს გახდეს აკრძალული სეზონი. მოჯვა მათას სიბრძნეს, ვნახოთ მერას მომჭამ. როცა დაგაჭედებ შუბლში, მაგას ვეღარ მოჯვამ. ამიტომ შეცვალე ეგ ჩვენება, თუ არ გინდა თავზე წაგადგე როგორც სასაფლაოს მოჩვენება. შენ გამოგაგზავნეს ჩემ მოსაკლავად, კარგი ცხენი არ დაირტყავს მათრახს. მე უბრალოდ უმიზნებდი მკერჩი. პროსტა მაღლა მიაქამ ჩატლა! Yo. შენ ხარ კილა, ანუ მკვლელი. მე ამას დავარქმევ ფაქტს. თუ სადმე მაჩვენებ შენს მოკლულ კაცს. არა, ვიცი რომ მკვლელი მეტაფორაა. ხალხს კლავ რითმებით, ლეტალური სიტყვებით დამიწერ დის, მაგრამ ვის, მე გაძლევ იმის გარანტიას, მომეცი სახელი, მე მოგცემ სისხლს. შენ უბრალოდ კილაძე ხარ გვარად. არიცი ჩვენი კოდექსი, უბრალოდ აკეთებ ბათლებს, ხოლო ნამდვილები მუშაობთ სიბნელეში, რომ ემსახუროთ ნათელს. შენ არიცი ჩვენი დევიზი, რომ სიმართლე არ არსებობს, ყველაფერი მოსულა, ბარიგასავით რო გვილაგებ ფაქტებს, შენ გადისე ჩემ გარდა სხვები, მაგრამ ნამდვილი ასასინი კლავს მარტო თავის თარგეტს. არ გაგივა ჩემთან ხუმრობა, მე ვარ დიდი ზოხანი, შენ ხარ გაბანძებული ბოზი როგორც ლინძი ლოხანი. ამათ უნდათ ხალხის შეშინება, გეგონება უკანასკნელი სეზონის ფინალია, მაგრამ ეს არის სკუბიდუ, ამ მონსტრებს ვაძრობ ნიღაბს, რომ გაჩვენოთ სინამდვილეში ვინ არიან. ერთი ხმა ორი კილოსთვის. მესამე რაუნდი. Season of Battle-ის მერე პერე გეითქიფერობს და თავს რეპის 9 კლიტულად ასაღებს. მაგრამ მე აუცილებლად შევუტევ მის კარს, რადგან კილა მეგრულად ნიშნავს გასაღებს. და თუ პელე აქეთ შემომიტევს, ჩემს სახლს აუცილებლად გადავაქცევ კოშკად და მიზახეთ ნიკუშა ხმალაძე. ავიცი, ტერან ტელეფონი უნდა მოვიღო ან ძალიან დაბნეული ვარ, ხოდიში. ტელეფონი ჯობია ამოიღო, უბრალოდ ეგუები ფაქტს რომ დისკვალიფიკაციაა.
მოკლედ, ესეთი ამბავი არის რა, კილო დაასრულებს თავის რაუნდს, მაგრამ როგორც პროექტის წესებია, პირდაპირ გადადის პელე რა, უბრალოდ ბოდიში დავასრულებ, უბრალოდ კილა ახლა იცის რა თქმა უნდა, რომ ეს დისკვალიფიკაცია უბრალოდ ხალხს სცემს პატივს, მოსულ საზოგადოებას და მაყურებელს და ასრულებს თავის რაუნდს. და მე გეუბნები პირდაპირ, რომ მართლა მადლობა რომ აქ ხარ ძმაო. ხალხო პირველ რიგში ბოდიში უბრალოდ ხო რავი დიდი წნეხი იყო მართლა და ძალიან დავიბენი ანუ პატივის თემა პელეს სეზონოფის ბეთლის მერე პელე გეიტკიპერობს და თავს რეპის 9 კლიტულად ასაღებს მაგრამ მაინც შეუტევ ამ კარს რადგან კილა მეგრულად ნიშნავს გასაღებს და თუ პელე აქით შემომიტევს დამიჯერეთ ფიქრიც არ ღირს ამაზე ჩემს სახლს ეგრევე გადავაქცევთ კოშკად დამიძახე ნიკუშა ხმალაძე 3 რაუნდი კი არა თუ გინდა წერე 100 მაინც კიპოვი ჩაგაკლავ შენივე ორანჟერეაში მერე წავალ ბათუმში დავკეტავ ფანჯრებს დარაბებს არ მემახსოვრება ის შავი კაცი ვინ იყო ბეთლზე მაგრამ გავკარი ამ არაბებს ჭირდებათ ფეთქებადი მასალა, მაგრამ კაი საქმიზა კი არ უნდათ. ამათ ჩემი გადაგდება მეინდომეს. ოპერაცია დაყვეს 3 რაუნდად. მაგრამ იქამდე გვერდები არ აუდგეთ, სანამ არ მოიტანენ ფულს სრულად. ქეში იცი, ვის უნდა გამოატანო? დიჩი ბიძაშვილი როგორაა რუსულად? არ ვიცი მე რუსული ბოდიში. მართლა არ ვიცი რუსული. დაიუროდნი ბრატ, მართალია. Отправьте деньги. Дипломатической почтой в консульство Богаса. და ეგ რაც შეიძლება ჩქარა გააკეთეთ სანამ ბოლომდე ამომასხა. დღეს სახელოსნო არის გონიოს ციხე. და ეგ ყველაფერი ხასან ცეცხლაძეს ერთი სიტყვით ლაგდება. ხო და სანამ არ მივიღებ ქეშს და ჩემს დოლიას არ ავიღებ, მანამდე კილა პროექტში დარჩება. No, I know. ისე არ ვიცი დააკვირდით თუ არა წინას ეტაპში რა ვქენი. ბევრი პერსონაჟი მოვირგე, მაგრამ მაინც მე ვიყავი მეინ ქარაქტერი. ამიტომ გულწრფელად მჯერა რომ დავამხობ პელეს ჰეგემონიას. ამ პროექტში ორივეს ქვია MC, მაგრამ შენ ხარ მასტერი და მე ვარ ცერემონია, bro. ხაი გეთებს არ ავალ. მე შენთვის შეურაცხყოფა არ მომიხენები. რა ვიცმაო. შენ გეგონა თუ თამაში დაბრუნდებოდი, ამით დაიბრუნებდი ტახტს. მაგრამ არ გაგიმართლა, რადგან წილის ყრაზე კილა ამოვიდა. ხალხს უნდოდა სეზონში შენი ნახვა, მაგრამ შენი დაბრუნება Game of Thrones-ის ბოლო სეზონივით მაგარი ყლეობა გამოვიდა. პელე არის მატყუარა ამინდი. ეგრე არ წვიმს, როგორც ცაში ქუხდება. მას ხალხთან აქვს ძალიან ბევრი გრეხი, მაგრამ იგი ამით საერთოდ არ წუხდება. Okay. კიდე პელეს კიდე აქვს ერთი მიღწევა. არ ვიცი საქართველოს გარდა სხვაგან თუ ხდება. თუ დააკვირდით, პელეს მიერ ნათქვამი პანჩლაინები თვითონ პელეს ყველაზე მეტად უხდება. Okay. თუ თქვენ ვერ ამჩნევთ, მე გეტყვით ჩემი რამიდის. დღეს პელე არის ის კაცი, ვისაც დაუცურდა კრამიტი, რა ვიცოდეთ. იყო ისეთი დროც, რომ შენ დაიმსახურე ტაშები. ხალხი გულიანად აცინე და ტაშები, ხო, ბევრი ტაში, ანუ ტაშები, მრავლობითში არის ტაშები. შენ ხალხი გულიანად აცინე, აიყოლიე მასები და ახლა შენი სიტყვებით მინდა გადმოგცე აზრები, ის ბავშვები უკვე გავიზარდეთ პელე და აღარ გვევასები. არა და ადრე იყო არტისტი და ხალხი თავს ვეულებოდით. ჩვენ ვიყავით შენი ფანი, სანამ გამოყლევდებოდი. საკუთარ ძმაკაცს ჯერ იყო და ბეთლში აჯვი. მერე საკუთარ პრინციპებს სულ თავზე გადააჯვი. მაიკთან ისეთი რაუნდი დადე, გადააზიარა ყველამ. დაჟე მამაჩემმა ჩამეგდო, ნახე რას უბერავს გელა. ანუ მართლა ეგრე იყო. მაგვაშით ახალ სტანდარტს აწესებდი. თან იოლად განარ თულად. მაგრამ მე რაღაც პოდკასტზე მიგიწვიეს და ყველაფერი უარყავი ეგეც სტანდარტულად. ხო და ახლა ხალხის სახელით მარტივ განაჩენს გამოგიტან. ხო და ეგ ორმაგი სტანდარტი პელე. მოგიტყან და მოგიტყან. Okay. აი რაუნდ. ხოდის. Извини, bro. Too much.
პირველ რიგში აქ იმდენი რუსული წინადადება ითქვა, რომ მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის დედაც მოვტყან. გაგვიმარჯოს ქართველებს. უეჭველი, რაც შეეხება შეფასებას. შეფასება არ იქნება, ქულები არ დაიწერება, იმიტომ რომ ავტომატურად პროექტის წესებიდან გამომდინარე, ვინც ტელეფონს ამოიღებს, ან წაიკითხავს რაიმე სახით არ აქვს მნიშვნელობა, ის ადამიანი დისკვალიფიცირდება. შესაბამისად, ნახევარფინალებში ვიხილავთ პირდაპირ პელეს. ახლა ჟიური თავის აზრს გაგვაცნობს ბეთლთან დაკავშირებით. პირველი თავის აზრს მოგვიყვება Young Mike-ი, მოგვიყვება, იმიტომ რომ ხო ანუ აქ შეფასება აღარ არის. საინტერესო ბეთლი იყო ჩემთვის აღმოჩენა იყო კილას შესრულება. ფიქრობ რომ როუსტი და პანჩლაინები საკმაოდ კარგად ქონდა შეკრული მასალა, რაც საერთოდ პირველად ვხედავ ამ ადამიანს. პრობლემა იყო ალბათ დელივერიში. დელივერი უნდა იყოს უკეთესი. სიურპრიზი იყო, როგორც აღმოჩენა ისიც, რომ მესამე რაუნდი საერთოდ თავიდან არ ხარცაპირებდა გაგრძელებას. მესმის, რომ ძალიან რთული ოპონენტი შეხვდა თავიდანვე. პელეს რაც შეეხება, ნუ რა თქმა უნდა, ახლა წინ არის ბევრად ოპონენტზე. როუსტიც კარგი იყო, პანჩებიც. ტექნიკაც უბრალოდ პელესთან ის იყო ჩემთვის პირადად რომ არ იყო ტექნიკაში არაფერი სიახლე რა მე ვიცნობ მის გამოსვლებს და მე თვითონაც შეუხვედრილ ვარ ერთზე მეტჯერ და ვერ ვიპოვე ისეთი მომენტის რაც რაღაცა ტექნიკის მხრივ რაღაცა ეს არ მომისმენია პელესგან ჯერ თუმცა ქულები მესამე რაუნდამდე ისე მქონდა გადანაწილებული რომ ალბათ მე მგონი თანაბრად ჯდებოდა თუმცა ჩემი ხმა მაინც პელესკენ წავიდოდა ალბათ რა. მაგრამ მადლობა კილას და მიხარია რომ ახალი სახეები ჩნდება, რომლებსაც აქვთ ეს რესურსი რა. Yo, მადლობა. Most nicest person and ice. მადლობა. მოკლედ, შენით უნდა დავიწყო, იმიტომ რომ სიახლე ხარ, შენი დებიუტი იყო და მე პირადად ძალიან გავოცდი, არ ველოდებოდი მართლა. ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ პანჩლაინებიც იყო, როუსტებიც იყო და რაღაც კრეატიული სეტაპებიც იყო. უბრალოდ, ხო, რა თქმა უნდა, დელივერის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გადმოცემის უნარს, იმიტომ რომ გამოცდილება თავისაშუება და აუცილებლად დაამოღამებ, როგორც კი ბევრ ბეთლში მიიღებ მონაწილეობას და იმედია კიდე გიხილავთ. მე ძალიან დავინტრიგდი, მართლა საინტერესო ადამიანი ჩანს და სიამოვნებით ვიხილავდი კიდე შენს ბეთლს, უფრო მეტი მრავალმარცვლიანი რითმა კარგი იქნებოდა, რაც მაგალითად პელეს არ ეშლება და ძალიან მომწონს, გარდა იმისა, რომ პანჩლაინების, რავი, როგორც მე ვთვლი და არა მარტო მეფეა ჩემთვის პელე ჩვეულებრივად და დღეს არ გამაკვირვა, ანუ ველოდი ამას, რომ პანჩლაინები და როუსტები იქნებოდა ბლომად და არაფერი დამაკლა მე პირადად პელესგან, უბრალოდ ველოდებოდი პელეა მაინც, ანუ არ ვიცი როგორ უნდა შევაფასო იმიტომ რომ ყოველთვის რო ელოდები რაღაცას იმაზე ცოტათი მაღალს კიდე დებს. მოკლედ წარმატებებს გისურვებ. კაი ბიჭი ხარ და. გამანებით. მოკლედ რა მინდა რომ გითხრათ რა აი პირადად ნათიას თუ შეიძლება თუნდაც ამ ვიდეოზე ან თუნდაც თავის ბოლო ვიდეოზე რომელსაც ან დადებს ან უკვე დადო გაუსპამეთ რომ დაუბრუნდეს YouTube-ს უფრო აქტიურად რა იმიტომ რომ არ შეიძლება არ უნდაზე სადა პასუხისმგებლობა აღებული აქვს უნდა დაბრუნდეს აი გამბავია გროტესკ ბიჭო რავი ანუ აქ რა უნდა დავამატო რომ ბანალური არ იყოს აი რა უნდა თქვა რომ აი ბიჭებო ყოჩაღობა იყოს თუ რა რავი ხოაზე ხარ რა ჩემი ხმა პელეს რავი მადლობა რაიმე რუც და მაინც ბანალური გამოვიდა რაც არ უნდა მექნა იმენა რა აქვე მადლობა control rooms იმიტომ რომ გროტესკი არის control room-ის წარმომადგენელი როგორც ჰანსი აქვე როგორც ჰანსი როგორც ახო და ეგ არის რა всё ძმებო ჩაერთეთ გამოიწერეთ დაალაიქეთ იქითური აქითური და ხოაზე ხარ იო ჩემი ძმა ნახევარ ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ატო და პელე მოკლედ ჩვენ 30 ნოემბერს ნახევარფინალურ ბეთლებზე შევხვდებით ისევ სახელოსნო ბარში, რადგან ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი და გვმასპინძლობს ყველა ივენტზე სეზონის ბოლომდე. და სულ ეგ არის შევხვდებით ნახევარფინალურ ბეთლებზე 30 ნოემბერს.